ქრისტემ დაგლოცოთ. სახელითა, მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენ ქრისტიანობა ვიცით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა, რომ ქრისტიანობა ნიშნავს მრავალ რამეს და მათ შორის იმ მდგომარეობას, რომ მუდამ ღვთისძიებაში ვართ. ეს არის მუდმივი განახლების პროცესი, მუდმივი შემეცნების პროცესი, მუდმივი თვითშემეცნების პროცესი. ეს არის მუდმივი მიახლება და მუდმივი განშორება, მუდმივი დაცემა და მუდმივი წამოდგომა, მაგრამ ეს განმეორებადი დაცემა და განმეორებადი წამოდგომა. ეს არის მუდამ დაუოკებელი სწრაფვა ღვთისკენ, მუდამ შიმშილისა და წყურვილის განცდა ღმერთის ღვთის მადლისა და ღმერთთან ყოფობისა. ეს ძიება თუ არ არის ადამიანში და ადამიანს რაღაცა სტატიკური რელიგიური ცხოვრება აქვს, ის ქრისტიანი არ არის. და როგორც კი ადამიანი საკუთარ თავში თვითკმაყოფილებას იგრძნობს, ის უკვე დაქანების და ქვემოთ მიექანება, იმიტომ რომ მან დაკარგა ყველაზე მთავარი და ეს ყველაზე მთავარი არის სწორი განცდა ღმერთის. როგორ შეიძლება რომ ღმერთთან ურთიერთობა შენთვის ამოწურვადი იყოს და ის შენთვის დამთავრებული აქტი იყოს და შენ უკვე მორწმუნე იყო, როცა უფალი რწმენას და სიყვარულს არ განაცალკევებს და როცა უფალი რწმენასა და სიყვარულს უწოდებს ადამიანის მდგომარეობას, როცა ადამიანის გული და ზეცა აღარ განსხვავდება, როგორც სვიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ რა არის ზეცა, რას ნიშნავს ზეცა არის, რას ნიშნავს? ეს არის მამისა, ძისა და სულიწმინდის მყოფობა, მარადიული და ადამიანის გულიც ესეთი ხდება, როგორც უფალი გვასწავლის წმინდა წერილში და ხო წარმოგვიდგენია რა უსასრულოდ შორს ვართ ჩვენ აი ამ მდგომარეობისაგან. ამიტომ ძიება ღვთის ეს არის ქრისტიანისათვის დამახასიათებელი თვისება, რომელიც შეიძლება სხვა რელიგიურ მიმდინარეობას არც კი ქონდეს. მაგრამ აქ არის მეორე რამ კიდე, რომ ადამიანი ეძებს ღმერთს და უნდა რომ მას შეხვდეს და უნდა რომ შეხვდეს და ეს შეხვედრა მის მიერ განცდილი იქნეს. მაგრამ ადამიანს ხშირად ეშლება, რას ნიშნავს განიცადო ღმერთი? აი რას ნიშნავს მაგალითად განიცადო მზე? მზე განიცადო ნიშნავს იმას, რომ დაინახო თვალით და შეიგრძნო შენი გარეგანი სენსორები, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ის სითბოს ასხივებს. ხო? და ასევე დაინახო სამყაროში მისი მოქმედება, როგორ აცოცხლებს იგი ყოველივეს და ყველაფერს. ანუ მზე შეიმეცნება ჩვენი გარეგანი ფიზიკური ორგანოებით. იმიტომ რომ ისის თავად ფიზიკური მოვლენა არის. როგორ შეიძლება შეიმეცნო ღმერთი, რომელიც თქვათ არ არის მატერიალური ფენომენი, ხო, მატერია ღმერთის შექმნილია. ადამიანი იტყვის, რომ რაღაც ჩემი სუბიექტური ინტუიციით, წინაგრძნობით, რაღაცა ესეთი, ხო, ესეც არ არის სწორი. ესე შეიძლება შეიცნო დემონური სამყარო. ესე შეიძლება შეიცნო ანგელოზებრივი სამყარო. ესე შეიძლება შეიცნო სხვა ადამიანის სულის მდგომარეობა, რომ არაფერს არ ამჟღავნებს განსაკუთრებულს და ხვდები ამ ადამიანში რა არის. ხდება ხოლმე ეს, ამას გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანები, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ახერხებენ. მაგრამ ესეც არ არის ის, რასაც ღვთისშემეცნება ქვია, იმიტომ რომ შენ რომ ანგელოზებრივ დემონურ სამყაროს შეიცნობ რაღაც განცდები და ადამიანის სულს, იმიტომ რომ ის ქმნილება, ანუ ანგელოზი, ეშმაკი, ადამიანის სული ასევე ქმნილებაა და ქმნილება შენი სული შეიცნობს სხვა ქმნილებას. ხოლო ღმერთი უსასრულოდ შორს არის, როგორც ქვისგან, როგორც ცხოველისგან, როგორც ადამიანისგან, ასევე ანგელოზისგან, უსასრულოდ თანაბრად შორს არის ამ ყოველივესგან. იმიტომ რომ ის არის შემოქმედი ამ ყოველივეს. მაშინ როგორ უნდა შევიმეცნოთ ღმერთი? რა თქმა უნდა, წმინდა წერილში არის უამრავი ადგილი, თუ როგორ შეიძლება ღვთისშემეცნება და მე ხშირად მომყავს ხოლმე როგორც პირად საუბარში, ისე თქვათ, ქადაგების დროსაც ბევრჯერ გვითქვავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ დროს არის ის, რომ ადამიანი ხდება ღვთის ტაძარი. ღვთის ტაძარი ნიშნავს, რომ ადამიანი მოიხვეჭს მადლს. ადამიანი როცა მოიხვეჭს მადლს, ის იღებს გარკვეულ ნაყოფებს.
და ამ ნაყოფთაგან შეიმეცნება ჩვენთან არის თუ არა ღმერთი. და ხშირად მოგვიყვანია მაგალითად გალატელთა მიმართ ეპისტოლეს მეხუთე თავიდან თუ ჩამოთვლილი აქ რა პავლე მოციქულს სულიწმინდის ნაყოფები და ეს ნაყოფები უნდა იხილვებოდეს ჩვენში, რომ ამით ხვდებოდეთ, რომ ჩვენ ანუ აი ამ ნაყოფების განცდით, როგორც არის ქრისტეს მიერი სიმშვიდე, ქრისტეს მიერი სიხარული, ქრისტეს მიერი სიყვარული და ასე შემდეგ, ხო? აი ის რაც სათნოებათა მთელი კრებული ქვია, რითაც ადამიანი ქრისტეს ემსგავსებს. მაგრამ ეს ყველაფერი განიცდება, რა თქმა უნდა, ხორცითაც, ფსიქიკითაც, სულითაც და კიდევ რაღაცით, რომელიც არც ხორცი, არც ფსიქიკაა, არც სულია, რაღაც სხვა რამე არის. ის რაც ჩვენთვის მიუწვდომელია. ანუ რა არის ის სხვა რაღაცა? ის არის ჩვენში მყოფობა, ღვთისმადლი, როცა ჩვენი პიროვნება თავის რეალიზებას ახდენს არა ხორცით და სულით, მხოლოდ არამედ ღვთისმადლითაც, რომელიც ჩვენში იმყოფება, რომელზეც ასე ბრძანებს პავლე მოციქული, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე. ანუ არც ხორცი, არც სული, არამედ ღმერთი. ეს არის სწორედ ის საოცრები. ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენთვის თეორია დარჩეს, სამწუხარო იქნება თუ ეს თეორია დარჩება, თუ ჩვენ არ ვიღვაწებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენში გაცოცხლდეს და ამაში რა თქმა უნდა გვეხმარება ეკლესია და ეკლესია ბევრი რამით, იმიტომ რომ ჩვენ ეკლესია გვეხმარება რას ნიშნავს? ჩვენ ვართ ეკლესიის ორგანული ნაწილი და ბევრი რამით გვეხმარება და მათ შორის ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით, რომელიც დღესაც იქნა აღმოკითხული და დღეს ასევე აღმოვიკითხეთ წმინდა წერილი, ძალიან საინტერესოდ არის დანახული, თქვათ, სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ქრისტესთან სწორედ ერთობა და ქრისტეს შემეცნება და ქრისტესთან ერთობა და განცდა. აი მაგალითად გახსოვთ ხო დღევანდელი სიუჟეტი მარკოს მახარებელთან როგორ შედის პეტრეს სახლში, განკურნავს სიდეთს პეტრესას, მერე უამრავი ადამიანები მოყავთ, ავადმყოფები ყველას კურნავს და მათ შორის მოდიან ეშმაკეულებიც, ან მოყავთ ეშმაკეულებიც და ეშმაკეული, ანუ ბოროტისული ადამიანის პირით, რომელსაც ის ბოროტისული ფლობს, იწყებს საუბარს იმაზე, რომ შენ ხარ ძე ღვთისა. ეს არის ქრისტე, ანუ ჭეშმარიტებას ადასტურებს. და გახსოვთ, რომ უფალი უგრძალავს, დაადუმებს, არაძლევს საშუალებას, რომ მათ განაცხადონ, რომ ვინ არის იესო ქრისტე. კითხვა ჩდება, რატო? ხომ იმისთვის მოვიდა, რომ მე შევიმეცნო. ხო იმისთვის მოვიდა, რომ მე გავიკო. კი, მართალია ეშმაკი ამბობს, მაგრამ თქვას ეშმაკმა. სიმართლეს ამბობს. მე ხო ეშმაკი არ მინდა. ამაზე ესე ამბობენ, აბა როგორ არის? ხო ეს ან კიდე უფალი კურნავს, ბევრ ადგილას ნახეთ სახარებაში, კურნავს, მაგრამ იქვე დაბადებიდან ბრმისგან კურნება, ხო წარმოგიდგენიათ ესეთი რამე წარმოუდგენელია. განკურნავს ეუბნება, არავის არ უთხრათ. თუმცა ისინი არ ჩერდებიან, მაგრამ არავის არ უთხრათ. რაშია საქმე? რატო ხდება, რომ უფალი აი ამ თავის გარეგან საღვთო ძალმოსილებას, რომელიც გამოსჭვივის, რომელიც ეშმაკსაც ალაპარაკებს და ასეთ სასწაულებს ახდენს, ამას მალავს. იუდა არის აი კლასიკური მაგალითი არასწორი რელიგიურობის. ჩვენ ყველაფერი რაც დაიწერა წმინდა წერილში, ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა და ამიტომ შემთხვევითი არაფერი არ არის. იუდას არ მოხვედრილა შემთხვევით მოციქულთა დასში. ჯერ ერთი უფალი მასზე ზრუნავს და ამიტომ გახდა ის მოციქული და მას მიეცა ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც ის ვერ ეღირსებოდა, მასთან უფალი მივიდა და გამოირჩია და მოიყვანა და ანგარება ჰქონდა მასში, ამიტომაც ჩააბარა შესაწირავი ყუთი, რომ გამძღარიყო, თქვათ, მისი ანგარებიანი ბუნება, მაგრამ თავარი პრობლემა იუდაში ის იყო, რომ მას ქრისტესთან არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. მას ქრისტე როგორ არ ჭირდება, იმიტომ არის მასთან. ჭირდება პატივსაცემს, გარკვეული შიშიც აქვს, ხედავს იმ საოცრებებს, რასაც თვითონ ხედავს ქრისტემ როგორი ძალამის აქვს, მისიონერობს, ქადაგებს, სასწაულებს ახდენს, ესე იგი, რასაც სხვა მოციქულები. მაგრამ ქრისტესთან დამოკიდებულება მისი განსაკუთრებულია. მისთვის ქრისტე არის არა მიზანი, არამედ საშუალება. და ადრეც გითხარით, რომ არ შეიძლება ღმერთი იყოს საშუალება. ღმერთი ყოველთვის მიზანია, ყოველთვის განსაკუთრებულად ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებულად ლოცვის დროს, როგორც კი იგრძნობ, რომ ღმერთი რაღაც საშუალებაა შენთვის რაღაცის და თუ აქცენტი იმაზე კეთდება, რაღაცა ტკივა და იმტკივა უფალო და მიშველე. ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი არის საშუალება, რომ ტკივილი მოგიხსნას, მაგრამ ესეთი დამოკიდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, როცა ის
სასხვათაშორისოდ არსებობს ჩვენში და მასზე აქცენტი არ კეთდება. იუდასთვის ძირითადი ეს არის, ქრისტე ყოველთვის არის საშუალება და არა მიზანი. და იუდა ამ ძალმოსილებას ხედავს მაცხოვრისას. და რა მე? და არც არაფერი. იუდას იმდენი რამე აქ ნანახი, ჩვენ არც დაგვესიზმრება. იუდამ იმდენი რამე ნახა, რომ ვერცერთი იქ ვერ ხედავდა ისრაელში დანარჩენი მოციქულების გარდა. და რა მე? და არც არაფერი. ესე იგი ეს ხომ კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ შენ როცა ქრისტეს ძალმოსილებას შენი შემეცნებითი იმ შემეცნების ორგანოებით, რომელიც ამ ქვეყნიური მოვლენების შესამეცნებლად არის ჩვენი სენსორიკი, ამით ღმერთის შემეცნება შეუძლებელია და საკმარისიც არ არის თუ ეს შეიძლება დამხმარე საშუალება იყოს. და გახსოვთ ამ კონტექსტში საინტერესოა, როცა თომას ეუბნება, მიხილე და გწამს, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავ და ვწმენ. ანუ არ გიხილავს და მაგრამ ჩვენ სვამობთ ღმერთი უნდა ვიხილოთ და ვისაც არ უხილავ და ვწმენ, ამ ხილვაში უფალი გულისხმობს აი გარეგან ხილვას. აჰა, ხელი მოვკიდე, ხელი დავადე, რაღაცა სასწაული მოხდა, განვიცადე ხორცით, სასწაული მოხდა. ანუ თვალმა დაინახა, ყურმა მოისმინა, ჩემ თვალწინ რაღაცა ფაქტები დავა და ჩემმა ლოგიკამ დაინახა. ლოგიკა ხედავს. ეს მოხდა, შეუძლებელია ეს ამგვარად მომხდარიყო, ლოგიკური გათვლა ესეთი 100%-იანი გონიერი ძალა ჩარეული, ესე იგი ღმერთია, ხო? ეს ყველაფერი მატერიალური შემეცნების შესაძლებლობებია. თოფალი ამბობს, რომ ესეთი შემეცნებით, რომ შეიმეცნებ, ეს არ არის დიდი რამე. იმიტომ რომ ესეთი შემეცნებით იუდა იმეცნებს, მაგრამ იუდად რჩება. ნეტარი ის არის, ვინც სხვანაირად შეიმეცნებს, რომელსაც არ უხილავს აი ამ ლოგიკით, თვალით, ყურით, შეხებით ასე შემდეგ. რა შემეცნებაა ეს? ეს არის შემეცნება სულიწმინდის მიერ. სულიწმინდა რატომ მოდის ეკლესიაში? ადამიანებთან, ჩვენთან, იმიტომ მოდის სულიწმინდა ღმერთი, რომ პიროვნულად ღმერთთან დაგვაკავშიროს, პიროვნულ ერთობაში შევიდეთ ღმერთთან. მას უფალი სხვა ნუგეშინის მცემელს უწოდებს, სხვა ნუგეშინის მცემელი. ანუ ის, ვინც ქრისტეს მაგივრად არის ჩვენთან და მაგივრად იმიტოა, რომ მისი თანატოლია, მისი თანაარსია უпростоრედ და ამიტომ წავიდა ძე და მოვიდა სულიწმინდა ღმერთი. ძეც და სულიწმინდა ღმერთის თანაარსნი არიან მამისა. ანუ ღმერთი წავიდა, ღმერთი მოვიდა. პიროვნულად ღმერთი წავიდა, ღმერთი მოვიდა. რა მადლით ძეს აქვს, იგივე მადლი აქვს სულიწმინდას, იმიტომ რომ ორივეს ერთი ბუნება და ერთი არსება აქვს. მოვიდა ჩემთან, როგორც ნუგეშინის ცემელი. რას ნიშნავს ნუგეშინის ცემელი? ანუ მეხმარება ღვთისძიებაში, ყველაზე მთავარ საქმეში. უფალი ძალიან ხშირად ამბობს, რომ თუ ვერ ხვდებით, რომ თუ თქვენ უკეთურებმა იცით, რომ შვილს მისცეთ ის, რაც მას ჭირდება და სხვა რამე ცუდს არ აძლევთ, თუ ვერ ხვდებით, რომ ღმერთი თქვენ არ დაგამადლით და მოგცემთ სიკეთეს და იქვე განმარტავს, რა სიკეთეზეა, სულიწმინდას მოგცემთ, არ დაგამადლით, ანუ ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგცეს, თავისთავად მოგცა სულიწმინდაში, შეიძლება ასე ითქვას. და სულიწმინდა რო შემოდის ჩვენში, თუ ჩვენ მას მივიღებთ, ის ჩვენ მასთან ერთობაში ვემსგავსებით ქრისტეს და ვიღებთ იმ ნაყოფებს. და ეს არის სწორედ შინაგანი ცხოვრება. სულიწმინდა ღმერთია და მას კიდევ ვიმეორებ, გზნობითი ორგანობით ვერ განვიცდით. ის მხოლოდ განიცდება იმ შემთხვევაში, როცა შენ ემსგავსები ქრისტეს და იღებ იმ ნაყოფებს, რა ნაყოფებითაც ქრისტე არის საცნაური, ისწავლეთ ჩემგან, ქრისტე ამბობს, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალგულით. აი ამ კონტექსტში უკვე გასაგები ხდება, რაც წერია წმინდა წერილში. დღეს რაც აღმოვიკითხეთ. უფალი ეუბნება, რომ გაჩუმდით, არ აძლევს საშუალებას, რომ განცხადდეს, ეს არის ძე ღვთისა, მაგრამ ამის სანაცვლოდ რას აკეთებს? აბა გაიხსენეთ, რაც აღმოვიკითხეთ, განეშორება, გავა უდაბნოში, ანუ უდაბნოში ამ შემთხვევაში გულისხმება ადამიანებს, სადაც ადამიანები არ არიან და ესე იგი დაეყუდება ლოცვაში, ანუ იწყებს ლოცვას. არ განმაცხადო მე ამ სასწაულებით, გიგრძალავ და მიდის ლოცულობს. რას ლოცულობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე? ლოცვა ეს არის კავშირი ღმერთთან. ღმერთს რა კავშირი უნდა ღმერთთან? ხო ვიცით რომ მამა, ძე და სულიწმინდა განუშორებელია, განუყოფელია და ესე იგი ერთი არსებაა. რა ლოცვაზეა საუბარი? როგორც ადამიანი ლოცულობს, ადამიანი ტყვის. კი, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი ის პერიოდულად ძლიერდება. საღვთო ენერგიებით, მაგრამ ამ ენერგიებს გამსჭვალავს ის, რომ იგი ეს საღვთო ადამიანური ბუნება
მისმა საღვთო პიროვნებამ მთლიანად თავის თავში მოაქცია. ამ კუთხით ძალიან ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცით როგორ ლოცულობს გეციმანის ბაღში უფალი ჩვენთვის ლოცულობს ეს მე-17 თავია იოანეს სახარების რომელსაც სამღვდელმთავრო ლოცვა ქვია როგორც ხშირად გვითხოვს და უფლის ლოცვა რაზეა რა თემა რა არის ჩვენ ადამიანები ძე ღმერთი ესაუბრება მამა ღმერთს და ეს განცხადებულია სკოლაწმინდა სამების შიგა დიალოგი იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე და წმინდა მამები გვასწავლიან რომ ძე ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა და მას მიეცა უფლება სასჯელისა, განჯისა ადამიანისა, იმიტომ რომ ძეკაციას არის, ანუ მან თავის თავზე განიცადა რა არის ადამიანური ტკივილები და ამიტომ მას მიეცა ჩვენი განჯის უფლება, იმიტომ რომ შე რო ტკივა, მან განიცადა ეს ტკივილი და იცის შე როგორ ტკივა, თავის თავზე გამოცადა ეს. და ესე იგი ძე ღმერთი, რადგან ადამიანად მოვიდა, იგი გახდა მარადიული მღვდელმთავარი. არა მარტო დაჯდა მარჯვენით მამისა როგორც ადამიანი, არამედ დაჯდა როგორც მღვდელმთავარი. ვინ არის რა არის მღვდელმთავრობა? რა არის მღვდლობა? მღვდლობა არის მეოხება. ანუ მუდმივი მეოხი მზაციური მამის წინაშე. ამიტომ როცა ქრისტე ლოცულობს და როცა ეს წერია დემონსტრაციულად არის სახარებაში აღნიშნული, ეს ნიშნავს, რომ იგი ჩვენი მეოხი არის მზაციური მამის წინაშე. ძე ღმერთი მეოხი ხდება ჩვენი მამა ღმერთის წინაშე და ეს ლოცვითი მსახურება არის სამღვდელმთავრო მსახურება. ესე იგი, ლოცულობს ჩვენთვის, ანუ ერთის მხრივ თავისთავად დაფარა დამალა მისი სასწაულებრივი და ძალმოსილი მხარე, მეორეს მხრივ წავიდა და ჩვენთვის ლოცულობს. რას ლოცულობს ჩვენთვის? სწორედ იმას ლოცულობს, რომ ჩვენ გავხდეთ ნეტარნი აემგაგები, ვისაც არა უხილავ და ვრწმენე. ანუ როცა რომ ჩვენი თავისუფალი არჩევანით, ჩვენი პიროვნული მტკიცე გადაწყვეტილებით, აბსოლუტური თავისუფლებით, არა ისე რომ ღმერთის ძალმოსილებით დავიძრგუნო, ფაქტია, ძალმოსილება, მკვდრებს აღადგენს, აბა სხვა რა გზა მაქვს, არა, ეგრე არა, ჩემით ყოველგვარი ძალმოსილებიდან დადგუნულობის გარეშე ჩემით, მხოლოდ ჩემი თავისუფალი არჩევანით, როცა სულიწმინდა ღმერთი დამეხმარება, მე შევიმეცნო იესო ქრისტე. ამიტომაც წმინდა მამები გვასწავლიან, ძე ღმერთი შეიმეცნება სულიწმინდა ღმერთის მიერ, რომელიც არის ჩვენთან. და თუ სულიწმინდა ღმერთის მიერ ძე ღმერთი ვერ შეიმეცნე, ჩვენი რწმენა არ იქნება შორს იუდას რწმენესაგან. ჩვენი მოღვაწეობა, ჩვენი სამღვდელო მსახურება, ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი მოციქულებრივი საქმიანობა არ იქნება შორს იუდას მსგავსი მსახურებისაგან, იმიტომ რომ იუდა დიახაც იყო ქრისტეს მოწაფეს და მოციქულიც. იმიტომ რომ ჩვენი შემეცნება ქრისტეს უნდა მოხდეს სულიწმინდა ღმერთის მიერ, ხოლო ეს რომ მოხდეს, ხო წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გავიფაქიზოთ სული, როგორ უნდა განვიწმინდოთ თავი, იმიტომ რომ სული წმინდა, მხოლოდ წმინდა განწმენდილ გულში მკვიდრდება თვითონ წმენს და განწმენდილში მკვიდრდება და ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილები და უმტკიცესი ბრძოლის გარეშე ეს არასოდეს არ მოხდება. იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომლობთ ღმერთთან. ღმერთ შეუძლია წამის ყოფაში ჩვენი ბუნება განწმინდეს. აი პური, ჩვეულებრივი პურია. წამის ყოფაში განიწმინდება და ქრისტეს ხორცი ხდება. რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ ესე წამის ყოფაში განვწმინდოთ? იმიტომ რომ პურისაგან განსხვავებით მე ვარ პიროვნება, რომელსაც შეუძლია ღმერთს უთხრას არა და შეუძლია უთხრას ხო და ეს უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და ეს გადაწყვეტილება თავის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოავლინოს. და თუ ეს არ გააკეთა, მაშინ ადამიანი კი რაღაც საგანი ყოფილა. ამიტომ ჩვენი განწმენდა შეუძლებელია ჩვენი პიროვნული თანხმობისა და ღმერთთან თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც კიდევ ერთხელ დღევანდელი სახარება მიგვანიშნებს, რომ თუ ჩვენ არ გვექნება შინაგანი სულიერი ცხოვრება, რომელშიც უნდა გამოვლინდეს უპირატესად ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილება უფალო შენთან მინდა. ანუ თუ ჩვენ არ ვისწავლით ლოცვას, ასაც გონიერ ლოცვა ქვია. თუ ჩვენ არ გვექნება სწორი დამოკიდებულება ქრისტესადმი, თუ ჩვენ ვერ გავიაზრებთ, რას ნიშნავს ეკლესიაში მყოფობა, თუ ჩვენ არ ვეცდებით გამთავისუფლდეთ ინდივიდუალისტური, ეგოისტური მიდრეკილებებისაგან, როგორც ცხოვრებაში, ისე ეკლესიაში, როცა ადამიანი ხშირად მოდის და თვითონ პირად განწმენდას ემსახურება მისი რელიგიურობა და პირად გადარჩენას და ვერ გადარჩებით ერთმანეთის გარეშე, ამას ხაზს უსვამთ ყოველთვის. ადამიანი ცხონდება ეკლესიის წიაღში, ცოდები მიგეტევება ეკლესიის მიერ, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. ერთმანეთის სიყვარულის გარეშე, ერთმანეთთან თავდაბლური დამოკიდებულების გარეშე ვერ ცხონდებით, იმიტომ რომ არ შეიძლება, შეუძლებელია ცხონება ეკლესიის მიღმა.
და თუ ხარ ეკლესიაში, შეგი ჩვენ ერთნი ვართ. არ შეიძლება ერთმა თვალმა მეორე თვალი ლანძღოს, ან ცხვირი ლანძღოს, ან ყური ლანძღოს, ან არ მიიღოს. ორგანიზმი ერთი მთლიანობა, ცალ-ცალკე დავიღუპებით. ამიტომ არის გაფაქიზება სულისა, სიყვარული ერთმანეთისა, დატევნა. პავლე მოციქული როგორ ამბობს, ერთმანეთის უძლურებანი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი. რას ნიშნავს ეს? სხვა გზა არ არსებობს და ამიტომ. არ შეიძლება კიდევ ვიმეორებ, თვალმა ყური არ დაიტიოს. ორივე საჭიროა ორგანიზმისათვის. შეუძლებელია სხვანაირად. ესია ჩვენ შემთხვევაშიც და რა თქმა უნდა, გონიერი ლოცვა, რომელიც არის წმინდა ზიარებასთან ერთადერთი წმინდა ზიარებასთან ერთადერთი მძლავრი საშუალება და იარაღი, რომ ჩვენი არსება გადაიქცეს, განიწმინდოს ისე, რომ გადაიქცეს ტაძრად სულიწმინდისა და სულიწმინდა რომ დამკვიდრდება, მერე სწორედ მისი საშუალებით ხდება ჩვენი შემეცნება ქრისტესი. ეს შემეცნება არის არა ხორციელი, ფსიქოლოგიური, არამედ ეს შემეცნება არის რაღაც სამყაროს მიღმიერი და რომელიც ნაყოფების სულიწმინდის მიერ ნაყოფების გამოღებით დასტურდება, ეს ნაყოფები კიდევ ჩვენ ქრისტეს მიგვამსგავსებს. ეს არის გზა, რომელიც კიდევ ერთხელ განგვეცხადა დღეს სახარებიდან, ეს არის გზა ქრისტეს შემეცნების. ღმერთი შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა დაზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.